ჩვენ აქ არ ვიბრძვით პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს ბრძოლა არის ზეპარტიული. ეს ბრძოლა არის სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ახალგაზრდები ქვეყნიდან არ გადმოდნენ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ როცა უნივერსიტეტს დავამთავრებთ, 500 და 600 ლარიან სამსახურებში არ გვიწევდეს მონური შრომა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვენი შრომა იყოს ჯანსაღი, ჩვენი ანაზღაურება იყოს ღირსეული, ჩვენი შრომითი პირობები იყოს ღირსეული და მომავალ მთავრობებს, განსაკუთრებით კი კოალიციურ მთავრობას მოუწევს მოусმინოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან კონკრეტული და მარტივი. ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვითხოვთ უკეთეს ხელფასებს, უკეთეს შრომით პირობებს. სწორედ ამისთვის გავართ 32 დღე აქ. და კიდევ ერთი პატარა განცხადება მინდა გავაკეთო. 2000-ზე მეტმა ბიზნესმა მოაწერა ხელი საპროტესტო მანიფესტს, ასე ვთქვათ, სადაც ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების რეჟიმისგან გათავისუფლებას. მე მესმის, რომ მათ მეტად არ შეუძლიათ, მაგრამ არ მჯერა, რომ მეტად არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, როდესაც რაღაც პოზიციას ვაფიქსირებთ, საქმითაც უნდა გამოვხატოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ათასობით ბიზნესი აფიქსირებს ოპოზიციურ პოზიციას, მაგრამ როცა იმ ბიზნესებში შევდივართ, ფასები იგივე გვხდება. როცა მეორე დღეს შევდივართ, უფრო გაძვირებული გვხდება და უმჯობესია, ჩემი სურვილი იქნება, როდესაც ბიზნესი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, საქმითაც გამოხატოს, რომ ჩვენ 500 ლარზე ვთმობთ, მართლა 500 ლარზე ვამბობთ უარს იმ სამსახურზე, რომ სახლში პურის ფული მივიტანოთ და მართლა ბევრ ადამიანს ვიცი, რომ არ აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ბიზნესს აქვს ამის შესაძლებლობა და მეტი მოეთხოვება, რომ უფრო მეტი თანხა გაიღოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.